საკუთარი ტვინის შესაძლებლობებზე ძალიან ცოტა რამ იცი, მაგრამ მოდი ერთად გამოვასწოროთ ეგ ამბავი. იცოდი, რომ ჩვენს გონებაში არსებობს საიდუმლო ღილაკი, რომელიც მხოლოდ მაშინ ირთვება, როცა სიცოცხლისა და სიკვდილის გასაყარზე ვდგავართ. ეს ღილაკი შენს გვერდით უხილავ ადამიანს აჩენს. ამას მესამე ადამიანის ფენომენი ჰქვია. დროთა განმავლობაში ევერესტზე დაკარგული ალპინისტები, კატასტროფას გადარჩენილი ადამიანები ზუსტად ერთსა და იმავე ამბავს ყვებიან. როცა იმედი საბოლოოდ ეწურებოდათ და უხაერობისა თუ სიცივისგან ლამის იღუპებოდნენ, მათ გვერდით ჩნდებოდა უხილავი არსება, რომელიც მათ ხელს კიდევდა, სახელით მიმართავდა, ამხნევებდა, საბოლოოდ კი გადარჩენის გზას უჩვენებდა. საოცარი ისაა, რომ როცა ადამიანი სამშვიდობოს გავიდოდა, ეს უხილავი არსება მომენტალურად ქრებოდა. რელიგია ამას მფარველ ანგელოზს ეძახის, თუმცა მეცნიერებასაც არანაკლებ გიჟური ახსნა აქვს. ნეირომეცნიერთა აზრით, ეს უხილავი არსება ჩვენივე ქვეცნობიერია, რომელიც ილუზიას ქმნის, რომ მარტო არ ხარ. ეს კი იმისთვის ხდება, რომ წამოდგე, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, კიდევ ერთხელ ჩაისუნთქო და გადარჩენისთვის იბრძოლო. ახლა კი მითხარი, შენი აზრით ეს ჩვენი ტვინის სუპერ შესაძლებლობაა თუ მართლა რამე მისტიურ ძალასთან გვაქვს საქმე? დაწერეთ კომენტარებში და ერთად ვიმსჯელოთ.